ბატონო ხო სიმკაცრეზე მაინტერესებს თქვენი აზრი. რამდენად საჭიროა შვილებთან სიმკაცრე? არა, სამართლიანობა საჭირო და ის ყველაფერს მოიცავს. ანუ თუ შენ სამართლიანი დამოკიდებულება გაქვს და რაღაცა სიმკაცრე რა ჩემი აზრით ძალადობა არ მოსულა. აი, უბრალოდ არ მოსულა ბავშვზე, იმიტომ რომ უაზროც არის და შენზე უფრო მეტყველებს ვიდრე რამეზე. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანუ რაღაცა მე ესე მგონია, თორემ ჩემი აზრით მშობელს ნებისმიერი ფორმით აქვს შესაძლებლობა, რომ რაღაც შეეცადოს და თავისი შვილი თვითონ აღზარდოს თავისი აზრების შესაბამისად. უბრალოდ ხوارი რაღაც მე არ მგონია რომ რაღაც არის სწორი რა. ანუ ჩემი აზრით ეს არასწორი დამოკიდებულება ამ გაგებით სიმკაცრე რომ იქ ბავშვი ცემო ან რაღაცა ქნა. თან არანაირი ამას ჩემი აზრით შედეგიც არ უნდა გქონდეს დიდი. თუმცა რაღაც აი ამას მშობელს ვერ ჩავუთვლიდი რაღაც სასიკვდილო ცოდვად. სიმკაცრე ეს? დიახ. იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი ასე აღზრდილი ბავშვი მე როცა აღიზარდა მომავალში ძალიან მადლიერი იყო თავისი მშობლების ამ დამოკიდებულებას. თქვენ ბაბუაზე გაქვთ ნათქვამი ეს ბატონო ხო ბაბუაზე გაქვთ ნათქვამი რომ კაცრი იყო მაგრამ შედეგი გამოიღო ამ სიმკაცრე. ნუ აი კი ანუ მე მაგალითად მახსოვს ჯერ კიდე ჩემი ბავშვი როდესაც ბაბუა უკვე ასაკში იყო და რაღაც мама იყო რაღაც თანამდებობის პირი, ბიძა იყო რაღაც თანამდებობის პირი, ასევე კიდე მესამე და სამი ბიჭი ყავდა რა და ეს სამი ბიჭის კედელზე აკრული იდგნენ ხოლმე მამის წინაშე, რომელიც აი 40 წლის კაცები რა და ანუ ესეთი დამოკიდებულება ბოლომდე შეინარჩუნეს მამის მიმართ რაღაც პატივისცემა და მგონია რომ ეს ამ ბავშვობიდან მამამისის ავტორიტეტის დამსახურება იყო, რომელიც ძალიან კაცრად ზრდიდა, რამდენად ბებიასგან და მშობლებისგან გადმოცემით.